4 თებერვალს 1931 წლისა ქალაქ თბილისში 42 წლის ასაკში გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. იგი 9 თებერვალს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალა. მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყოლია ქართულ ტექნიკურ, სამეცნიერო, სპორტულ საზოგადოებასა და სტუდენტებს შორის. ვინაიდან გიორგი ნიკოლაძე იყო დიდი ქართველი მეცნიერი, სპორტსმენი, მეტალურგი და უაღრესად პატრიოტი ადამიანი. ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის უნივერსიტეტის სორბონის პროფესორი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ელი კარტანი წერდა: არ შემიძლია აუღელვებლად გავიხსენო აგრე უდროოდ მეცნიერებას გამოკლებული მკვლევარი, ეს ღონით ახსავს ეყმაწვილი მისი მართალი თვალების პირდაპირი გამოხედვით. აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი გიორგი ნიკოლაძეს იხსენებდა და ამბობდა: მე რომ მკითხონ, როგორი გინდა ქართველი კაცი იყოსო, დაუყოვნებლივ უპასუხებდი, ისეთი, როგორიც იყო გიორგი ნიკოლაძე. გამოყენებითი მათემატიკის, ზანგარიშო მანქანების, მათემატიკის ისტორიის ფრანგი სპეციალისტი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი მორის დოკანი აღნიშნავდა: გიორგი ნიკოლაძის მიერ მიგნებული გადაწყვეტა საანგარიშო მანქანის ამუშავებისა სულ სხვანაირია. ყველაზე ღირსშესანიშნავად მიგვაჩნია წმინდა ელექტრული მოწყობილობა, რომელიც აქ ძალზე მახვილგონივრულადაა გამოყენებული. რამდენადაც მე ვიცი, ეს პირველი ამგვარი გამოგონებაა და გულით ვისურვებდი, რომ ისეთი კონსტრუქტორი გამონახულიყო, რომელიც ხორცს შეასხამდა გიორგი ნიკოლაძის შესანიშნავ პროექტს. პროექტი, რომლის შესახებად ზემოთ მოხმობილ ციტატაში მორის დოკანი წერდა, გახლავთ 1928 წელს გიორგის მიერ დაპროექტებული პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ელექტრული არითმომეტრი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იმ დროისათვის არსებული გამომთვლელი მანქანები მექანიკური პრინციპით მუშაობდა და მხოლოდ ორ მათემატიკურ მოქმედებას იყენებდა. გიორგი ნიკოლაძის შექმნილი არითმომეტრი კი იყო პირველი, რომელიც იყენებდა მუშაობის პროცესში ელექტრულ პრინციპს და 4-ვე მათემატიკურ მოქმედებას. დიდხანს გიორგის დაპროექტებული ეს არითმომეტრი დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე გასულ წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ბატონ ლევან ინაიშვილის ხელმძღვანელობით იგი არ აღადგინა, რითაც დამტკიცდა, რომ გიორგი ნიკოლაძე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში დგას ელექტრული და არითმომეტრული ტექნოლოგიების გამოგონების სათავეებთან. უფრო მეტიც,
მეცნიერთა აზრით გიორგი ნიკოლაძე ზემოთხსენებული გამოგონებით კომპიუტერული ტექნოლოგიების სათავეებთან იმყოფება. და ეს ყველაფერი როდი გახლავთ. გიორგი ნიკოლაძე იყო დიდი ქართველი მათემატიკოსი. საქართველოში უმაღლესი მათემატიკური სამეცნიერო საზოგადოების და სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აი ისინიც ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლები ანდრია რაზმაძე, არჩილ ხარაძე, გიორგი ნიკოლაძე, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, ვინც გიორგი ნიკოლაძის სიძე, მისი დის, სპორტსმენისა და მეცნიერის თამარ ნიკოლაძის მეუღლე გახლდათ. გიორგი ნიკოლაძე პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელი, არაერთი მათემატიკური შრომის ავტორი იყო. მისი შრომები დიფერენციალურ გეომეტრიის ელემენტებსა თუ სხვა მიმართულებით საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებს წარმოადგენდა. $1928 წელს გიორგი ნიკოლაძემ თურმე პარიზში სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე გეომეტრიულ ნაკვთა უწყვეტის სისტემების შესახებ და მიიღო მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი უმაღლესი დახასიათებით. მისი დისერტაცია ცალკე წიგნად გამოვიდა პარიზში. ამ დისერტაციის ერთ-ერთი ეგზემპლარი ამჟამად ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გიორგი ნიკოლაძის მემორიალურ ოთახშია წარმოდგენილი. აი ისიც გიორგი ნიკოლაძის დისერტაცია გეომეტრიულ ნაკვთთა უწყვეტის სისტემების შესახებ. და ეს ყველაფერი არ არის გიორგი ნიკოლაძის ფართო ინტერესებიდან. იგი პროფესიით ქიმიური მეტალურგიის წარმომადგენელი გახლდათ. 1906-13 წლებში მას რუსეთში პეტროგრადში დაუმთავრებია ინსტიტუტი ქიმიური მეტალურგიის მიმართულებით. შემდგომ კვალიფიკაცია ცნობილ მეტალურგებთან ერთად უკრაინის მეტალურგიულ ქარხნებში დაუხვეწია. საქართველოში დაბრუნებული გიორგი ბევრს აკეთებდა ქართული მეტალურგიის დაარსებისთვის. იგი იყო ქართული მეტალურგიული სკოლის და მეტალურგიული წარმოების ფუძემდებელი. მანვე დაიწყო ზესტაფონის ფეროშინადნობთა ქარხნის მშენებლობა, თუმცა ნაადრევად გარდაცვალების გამო ვერ მოესწრო მის დასრულებას. ამიტომაც ეს ქარხანა დღეს ისივე სახელობისაა. გიორგი ნიკოლაძე, მისი და პროფესორი რუსუდან ნიკოლაძე და მათმა თანამოაზრეებმა საქართველოში დააარსეს ტექნიკური ეგრეთ წოდებული ჯგუფი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მუშაობა ქართული სპორტული
და ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაზე. ქართული ფუძეებიდან აწარმოებდნენ სიტყვებს, მაგალითად ნათურა სიტყვა ნათებიდან და როგორც ვარაუდობდნენ 1000-მდე ლექსიკური ერთეულით გაამდიდრეს ქართული ენა. ისე ყოფილან გატაცებულნი ამ საქმით, რომ დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი მათ სიტყვარისტებს ეძახდა. ქართულ ტერმინებს ტვიფრავს, დრო არც კი რჩება ძილის, სიტყვად ნახაზად ციფრად, უნთია ოქროს ტვინი. 1000 თვალი ბრწყინავს, ჩქარი ნაბიჯით მოდის, მეტალურგი და რკინა, ალპინისტი და ლოდი და ყველგან ყოფნას ასწრებს, ესწრება ყველა ვარჯიშს. გიორგი ნიკოლაძე, ნიკოს უმცროსი ვაჟი. ცნობილი მეტალურგი, მეცნიერი, აკადემიკოსი ბარდინი. უკრაინის მეტალურგიურ ქარხნებში გიორგის თანამშრომელი მის შესახებ წერდა. ყველგან სადაც გიორგი ნიკოლაძე მუშაობდა, თავის ირგვლივ ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა, რომელიც ცხოვრებას აკეთილშობილებდა და მას მეტ აზრსა და ღირებულებას აძლევდა. ჩვენ მეტალურგებმა, ვინც მას ვიცნობდით, მისი სახით დავკარგეთ დიდი კულტურის, ფართო ჭკუის ინჟინერი, რომელიც უსასყიდლოდ იყო მინდობილი ყველაფრისადმი, რაც ჩვენ სამშობლოს აძლიერებს. მისი ცხოვრების კვალი დარჩა მრავალ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელთაც ის თავის ბევრ დროს აძლევდა. იგი წავიდა ჩვენგან, ვერ მოასწრო მოეცა ყოველივე ის, რითაც დაჯილდოებული იყო სხვებზე უფრო, ესე იგი ცოცხალი და პრაქტიკასთან განუყოფელი ნამდვილი მეცნიერებით. აკადემიკოსი ნიკო მუსხალიშვილი. პირდაპირ გასაოცარია, რა უზარმაზარი მუშაობის ჩატარება მოასწრო 2 წლიანი ივლინების დროს 1926-28 წლებში. მათემატიკის გარდა სხვა მიზნებიც ჰქონდა ელექტროქიმიური და ელექტრომეტალურგიული წარმოების დარგში. ყველაფერს მშვენივრად ასრულებს, ჩვეულებრივი თავისებურებითა და მდიდარი ინიციატივის გამოჩენით. ამავე დროს გზადაგზა იმდენ ზედმეტ რაიმეს აკეთებს და ეცნობა, რომ გაკვირვებას ვერ აუდიხარ. ათვალიერებს ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთის ქარხნებს. ეცნობა ელექტროფიკაციას, ნახევარ საფრანგეთსა და პირინეებს მატარებლის ნაცვლად ველოსიპედით შემოივლის, რომ ეს ადგილები ყოველ მხრივ გაიცნოს. განსაკუთრებით ბასკები, რომელთა ენა ქართულთან გენეტიკური კავშირის თვალსაზრისით დაინტერესებს. საფრანგეთის ალპებში ევროპული ალპინიზმის უკანასკნელი მიღწევებს აკვირდება. ესწრება 2 საერთაშორისო კონგრესს, გამოყენებითი ქიმიისა სტრასბურგში და მათემატიკურის ბოლონიაში. ინგლისში სწავლობს ფიზკულტურის, სპორტის მდგომარეობას. ამასთანავე ლონდონსა და პარიზში ეცნობა გეოგრაფიულ საზოგადოებათა და გეოგრაფიული ინსტიტუტების მუშაობას. აბამს მათთან მეცნიერულ კავშირს, კითხულობს მოხსენებებს, ყველგან მოქმედებს პრინციპით, მაქსიმუმი მოასწროს და შეიძინოს მინიმალურ დროში. გიორგი ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან დაინტერესებული იყო ბავშვობიდანვე სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის ალპინიზმით. არაერთი მწვერვალი დაულაშქრავს.
1923 წელს 12 აგვისტოს იალბუზის მწვერვალზე გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ავიდა 19 მთლიანი, მათ შორის 5 ქალი. იმ დღეს გიორგის 37 წელი შეუსრულდა. მოგეხსენებათ, გიორგი ნიკოლაძე ითვლება საქართველოში და ყოფილ საბჭოთა იმპერიაში სპორტული ალპინიზმის ფუძემდებლად. ამიტომაც არსებობს დღეს მისი სახელობის მწვერვალები ხევსურეთისა და მთიულეთის გამყოფ ქედზე, ასევე გიორგი ნიკოლაძის სახელობის მწვერვალი პამირზე, სიმაღლე 6300 მეტრი ზღვის დონიდან. გიორგი თავისი ტანმოვარჯიშე დის თამარ ნიკოლაძის რჩევით ტანვარჯიში დაინტერესებულა. მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო ასპარეზობაში ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და წარმატებას მიუღწევია. იგი საქართველოში გახლავთ ქართული სატანმოვარჯიშე საზოგადოების შევარდენის ერთ-ერთი ფუძემდებელი გიორგი ეგნატაშვილთან ერთად, რომლის დევიზიც ეს სიტყვები იყო: გუშაგობ ერს მარად. სიტყვები, რომლითაც გადმოცემის თანახმად ყოველი დილა იწყებოდა მათ სახლში. ნიკო ნიკოლაძის ევროპაში განათლებული მეუღლე ოლღა გურამიშვილი შვილებს ესალმებოდა. სიტყვით გუშაგობ ერს პასუხი იყო მარად. ასე ისინი თავიანთ შვილებში თავიდანვე ზრდიდნენ ქვეყნის პატრიოტსა და კეთილსინდისიერ მოქალაქეს. გიორგი ნიკოლაძე სპორტის მრავალი სახეობით იყო დაინტერესებული. ბადროს მტყორცნელი. მისი მშვენიერი ბადროს მტყორცნით ისე მოხიბლულან, რომ გიორგის სურათი ევროპაში საფოსტო მარკებზე დაუტანიათ. გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით. გიორგი ნიკოლაძე და მისი მეუღლე ჟორჟეტა ღამბაშიძე საქორწილო მოგზაურობის ფარგლებში ევროპაში. ცნობისთვის საქართველოში პირველი ველოსიპედი პიერ მიშოს ფირმისა დიდ ნიკო ნიკოლაძეს საჩუქრად სწორედ თავისი ვაჟისთვის გიორგისათვის ჩამოუტანია, რომელიც შემდგომში ჩინებული ველომრბოლელი გამხდარა. გიორგი მამასთან ნიკო ნიკოლაძესთან ერთად იკვლევდა ენგურის სანაპიროს. სწორედ მათ მამაშვილს ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს და მათ მამიდაშვილს ბესარიონ ჭიჭინაძეს ეკუთვნით იდეა საქართველოში დიდი ელექტრული ჰესის, მომავალი ენგურ ჰესის აგების შესახებ. ვის არ ახსოვს გიორგის რაინდული შესახედაობა, მისი ბრინჯაოსავით კუნთები, გამოკვეთილი სხეული, მისი სხარტი ვარჯიში ღერძზე და ორძელზე, ტაიჭზე და რგოლებზე, მისი ცურვა ლისის ტბაზე და ბურთაობა სოფლის ველებზე, ლელოს გასატანად, მისი ჭადრაკით გატაცება, როდესაც მოგზაურობის სვლიგეზის დამთავრებისას ხის ძირას ჩრდილოში წამოწოლილი ზეპირად ეთამაშებოდა რამოდენიმე მოჭადრაკეს. მისი დინჯი და ძვირი ბაასი და ცხადია ყოველივე ამის შემდეგ ხომ არ შეიძლებოდა არ შეყვარებოდა ეს დიადი ბუნების ადამიანი, ბუმბერაზი მეცნიერი მათემატიკოსი, ინჟინერი,
დიდი ქართველი და ამასთანავე ამხანაგ მეგობრებთან სრულიად უბრალო განწყობილების კაცი. უცნობი ფრანგი ბიჭუნა 1900 წელს ოლიმპიურ თამაშებში იალქნიანი ნავით შეჯიბრში სამეული იმარჯვებს. მათ შორის ერთი ბავშვია, რომლის სახელით ცნობილი არ არის. მას პრესა უცნობი ფრანგი ბიჭუნას ფსევდონიმით იხსენიებს. დღეისათვის გიორგი ნიკოლაძის ყველაზე ცნობილი მკვლევარი, ჟურნალისტი, პოეტი პაატა ნაცვლიშვილი ვარაუდობს. შესაძლოა ეს უცნობი ფრანგი ბიჭუნა გიორგი ნიკოლაძე ყოფილიყო. და მაინც ვინ იყო გიორგი ნიკოლაძე? გიორგი ნიკოსძე ნიკოლაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. იგი იყო პროფესორი, მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გამომგონებელი, ინჟინერ-მეტალურგი, ფერომანგანუმის ელექტროქიმიური გამოდნობის ფუძემდებელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზატორი, ქართული სამეცნიერო ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის რეფორმატორი, შესანიშნავი სპორტსმენი, ალპინიზმისა და ტურიზმის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში.